გამარჯობათ, ჩემო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის მაყურებლებო, წმინდა ილია მართლის გზით, ჩვენი გადაცემის მისია და არსი ეგ არის, რომ რაღაცნაირად ვიმოქმედოთ ამ კუთხით და ქართველები, პატრიოტები დავბრუნდეთ წინაპართა ნაკვალევზე, ჩვენი დიდი დამფუძნებელი მამების ნაკვალევზე და ის დრო შევწიოთ, რაც ასაწევია. პრაქტიკულად საქართველოს დღეს არ მიდის მამულის ენისა და სარწმუნოების მსახურების კუთხით და კონსტიტუციას ჩვენ კონსტიტუციაში რო გადავხედოთ, სხვა რაღაცები გვიწერია, იქ გვიწერია ევროპა, ნატო და სხვაგან წასვლა, ასე ვთქვათ. ცნობილი ფილმის არ იყოს, რა აზრი აქვს გზას თუ ეკლესიისკენ არ მიდის, ხო? რა აზრი აქვს ერის იმ გზას თუ არ მიდის მამულის ენისა და სარწმუნოების მსახურებისკენ. მაგრამ ამ გზაზე ვინ უნდა წავიდეს, მეგობრებო, ჩვენ ასაკოვანი ხალხი თუ ახალგაზრდობა ჩვენი შვილები, მომავალი თაობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიხარდება, რომ ჩვენი ახალგაზრდობა წავიდეს ამ გზაზე. მაგრამ დღეს ახალგაზრდობა ვის ხელშია, ასე ვთქვათ, ვინ მთელი ამ 30 წლის განმავლობაში ვის გავლენის ქვეშ იყო. აი ეს ორგანიზაციები, ეს უცხოური ორგანიზაციები, სოროსისტური ორგანიზაციების უძახიმე მაგათ, მაგრამ სინამდვილეში ბევრი ფონდებიდან და ბევრი ესე იგი საზღვარგარეთის ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდნენ და ივსებოდნენ. ვინ დირიჟორობდა ჩვენ ახალგაზრდობას? რა თქმა უნდა, ეს უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც დღესაც ბევრნი არიან და თვითონ ტრამპმაც აღნიშნა, რომ ეს მემარცხენე ლიბერალები, რომლებიც დღეს ამერიკასაც არყევენ. ასე რომ ჩვენი გადაცემის მისია, რომ აი ახალგაზრდობა გამოვტევსოთ აი ამ პროპაგანდას, აი ამ საშინელ დამღუპრებ პროპაგანდას, რომ ისინი რაღაცა გაურკვეველ საერთაშორისო მიზნებს და იდეალებს კი არ უნდა ემსახურებოდნენ და ეგრეთ წოდებული ახალი დღის წესრიგის და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისთვის კი არ უნდა იღვწოდნენ, არამედ თავის სამშობლოს უნდა უვლიდნენ, თავის სამშობლოს უნდა პატრონობდნენ და რა შეძინონ თავის სამშობლოს, როგორ შეეხიდონ მის ეკონომიკას, მამულს, ენას, სარწმუნოებას, ანუ კულტურას, წმენაში როგორ უნდა გაძლიერდნენ. აი ეს უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდობის საფიქრარი და არა თქვათ გადაკარგვა იქ მარწყვის საკრეფად გერმანიაში, საფრანგეთში, ბოსნის მოსავლელად და ის სამარცხვინო სამთვიანი, ესე იგი წელიწადში 3 თვე, რომელიც თვითონ გვერგება აი ამ ჩვენი ასე ვთქვათ ევროპული ორიენტაციის სანაცვლოდ ფიზიკური მხოლოდ მუშაობა მამაკაცებს და ახალგაზრდა ქალებს, ხოლო ასაკოვან ადამიანებს იქ მოვლა პატრონობა იმ მოხუცების და უმწევობის. აი ეს ყოფილა ჩვენი პერსპექტივა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა რომ აქ ჩვენი სამშობლო უნდა იყოს ძლიერი, ჩვენი ახალგაზრდობის მოღვაწეობით, ჩვენი ეკონომიკა, აღორძინებული ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, წარმოება ყველა ფლანგზე, მსუბუქი მრეწველობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორც ეკადრება ჩვენ ქვეყანას. მაგრამ ამაში თურმე გადამწყვეტი ყოფილა იდეოლოგია და პროპაგანდა. აი ჩვენ ამაზე საბჭოთა კავშირის დროიდან ძალიან ესე იგი დამცინავად უყურებდით ამ თემას, მაგრამ ის რომ დღეს სოროსისტურ ორგანიზაციებზე კოლოსალური თანხა იხარჯებოდა აქ ადგილობრივ ორგანიზაციებზე, მილიარდობით დოლარი შემოდიოდა და მათი მოშენებისა და მოსუქებისთვის ესე იგი ყველაფერი კეთდებოდა, ეს ტყუილა არ იყო, მეგობრებო. და ამან ნაყოფიც გამოიღო და ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი სამწუხაროდ ორიენტირებული არის არა სამშობლოზე, არამედ რაღაც იქ უცხოური იდეალების, მებრჭყალებში ვიზახი იდეალების, კერძოდ გენდერული თეორიების, ესე იგი შენახვა გადარჩენა მოვლა პატრონობაზე. და თქვენ კარგად ნახეთ ის გოგონები და ბიჭები, რომლებიც 9 აპრილის მემორიალზე ზევიდან რო ცეკვავდნენ და ესე იგი სამარცხვინო მიხრამოხრებით ეს არის სწორედ კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი მორალური დეგრადაცია განიცადა ამ ბოლო წლებში, ბოლო 10 წლეულებში ჩვენმა ახალგაზრდობა. ამას თუ დაემატება ნარკოტიკებზე მიძალება, სტრიპტიზ ბარებში თუ სხვადასხვა კლუბებში ჩაბმა, ტოტალიზატორებში თუ სხვადასხვა ესე იგი საეჭვო დაწესებულებებში მათი ესე იგი ჩაბმა გაერთიანება, ყველა მე ერთად ალბათ ვაღიარებთ, რომ სავალალო შედეგი გვაქვს ამ მხრივ. ამიტომ დღეს
უმნიშვნელოვანესი ყურადღება ექცევა სწორედ იდეოლოგიას, იმ ეროვნული იდეოლოგიის დაბრუნებას და ჩვენი ადგილობრივი პატრიოტული ორგანიზაციები, პარტიები, არასამთავრობოები სწორედ ამ კუთხით და ყველა ჩვენი გადაცემა საერთოდ იქნება ეს Facebook ტელევიზიები თუ სხვა ტელევიზიები, ჟურნალ-გაზეთები, რადიო ეროვნული კუთხით თუ არსებობს და თუ აქ პრეტენზია ამ ორგანიზაციებს აუცილებლად მათი პროპაგანდა და დღენიადა ფიქრი უნდა იყოს სწორედ ახალგაზრდობაზე ზემოქმედება, მათში პატრიოტული სულის გამტკიცება, აღორძინება და პატრიოტიზმის ბილიკებზე დაბრუნება. იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება კოსმოპოლიტები, რომლებიც ესე იგი სამშობლოს არაფრად არ აგდებენ და რომლებიც წავლენ ყველგან, დასახდებიან ყველგან, იცხოვრებენ ყველგან და ყველა ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან გარდა საქართველოსი და ყველა ქვეყანაში თქვა ბედრიად იგრძნობენ თავს გარდა საკუთარ სამშობლოში და ასეთი მოქალაქეები ბევრი ყავთ ჩვენ რომელიც თქვა მოღვაწეობს სადღაც ემიგრაციაშია და ერთი წამითაც არ ადარდებს თავის ქვეყნის ბედი ერთი წამითაც ასე რომ ეს მილიარდები ჩემო ძმებო და მეგობრებო ჩემო საყვარელო ადამიანებო პატრიოტებო ტყუილა არ იხარჯებოდა დასავლეთის მიერ ამან ნაყოფი ესე იგი გამოიყო ძალიან შავი ნაყოფით ამიტომ ჩვენი მისია რომ აი ამ ხრივ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთოთ რა ფორმულა ეს მაინც რატომ იხარჯება ახლა აქ არის ასეთი კითხვა რომ მაინც რატ უნდა ამდენი მილიარდების ხარჯვა ამ ახალგაზრდობის ესეთი მოსყიდვა, დავერბოვკება და ეს არა მარტო საქართველოში ხდება, არამედ ყველა ქვეყანაში. ყველა აი გადავავლოთ ნებისმიერ პატარა ქვეყანას, ნებისმიერ დიდ ქვეყანას თუ ახალგაზრდობის ესე იგი მოსყიდვა დავერბოვკებაზე რამხელა მილიარდები იხარჯება. მთელი მასმედია მაინც ჩართული. რატომ? იმიტომ რომ ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია. თუ ახალგაზრდობა მუჩში გეყოლება შენ სოფლიო ჰეგემონს ასე ვთქვათ, ხო? თქვენ კარგად იცით, რომელ ქვეყანას გულისხმობ. მე რა ქვეყანა ყავს ხედველობაში. აი სწორედ ეს deep state-ი რო იძახიან და ამ deep state-საც შევეხებით ვინ არიან და რა არიან. ახალგაზრდობა თუ deep state-ს ყველა სოფლიოს ახალგაზრდობა მუჩი ეყოლება, მთელი ქვეყნის ყველა მომავალი და ყველა რესურსიც მუჩი ეყოლება. ასე რომ ქვეყანას ვინ შეადგენს? მომავალი თაობა და ეს მომავალი თაობა შენ თუ ასე თქვა, ყურებით დაიჭირე, მე მისი რესურსებით შენია და მისი ეკონომიკაც შენია და მისი პოლიტიკაც შენია. ამიტომაც ასე ხდება, მეგობრებო, ამ ქვეყნებში ამ მიმართულებით ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ძალიან დიდი თანხები ხარჯება, აი ამ ეგრეთ წოდებული ჩვენი ბატონი მილიარდელი სოროსი ტყუილა არდებს აი ამ კოლოსალურ თანხებს სხვადასხვა ქვეყნებში. განსაკუთრებით აი ვარშავის ყოფილი ბლოკის ქვეყნებში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ესე იგი მათ ტვინის გამორეცხვაზე ძალიან დიდი თანხები იხარჯება მეტნაკლების სიხშირით და რატომ? სწორედ მაგიტომ რომ შემდეგ ქვეყანა გქონდეთ ხელში და მუჩში მოქცეული. და ეს არის უმთავრესი, აი ეს უნდა გამოვგლიჯოთ ჩვენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა მოწინავე ქვეყნის, ესე იგი, მოწინავე ორგანიზაციების, პატრიოტული ორგანიზაციების ყოველდღიური მისია უნდა იყოს ახალგაზრდობასთან მჭიდრო ურთიერთობა. და არა მარტო პატრიოტული ორგანიზაციების, ადგილობრივი პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ მთავრობების ნომერ პირველი მოვალეობა ეს იყოს. ეს უნდა იყოს, ესე იგი, საკუთარ ახალგაზრდობასთან მჭიდრო კონტაქტი, ურთიერთობა, დახმარება, რეფორმები ჩატარება. აი რომ ამბობთ ეს deep state-ი, რა არის ეს deep state-ი, ხო? იგივე ტრამპიც და ესე იგი დაუპირისპირდა ამ deep state-ს და ტრამპის ჯგუფის, ასე ვთქვათ, ესე იგი უპირისპირდებოდა ამ deep state-ს და იწვნია მისგან ეს პრესინგი და დაწოლა და ვინ არიან ესენი? ნუ ესენი არიან ეს deep state-ის სინამდვილეში არის სწორედ ის ტრილიონერები და მილიარდელები, ეს უმდიდრესი ოჯახები, რომლებიც მართავენ, ნუ არა მარტო ამერიკაზე ალაპარაკი, იგივე ევროპას და იგივე მთელ მსოფლიოს. მთელი მსოფლიოს სიმდიდრის 95% მათ ოჯახებზე არის გადანაწილებული. ისინი ამ თანხებს აგროვებდნენ არა მარტო ბოლო ეს 100 და 200 წელია, არამედ ბოლო 1000 წელია. ასე ვთქვათ 1000 წლის განმავლობაში შეგროვებული თანხები აქვს და ის მილიარდელებიც კი რომელიც ჩანან ასე ვთქვათ ეკრანზე ისინიც არიან მათთან შედარებით აი ამ deep state-ის ნამდვილ მმართველობასთან შედარებით პატარა ხელის ბიჭები. აი ეს მილიარდელებიც კი
აქ არის კიდე უზარმაზარი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, ეკონომიკური დიდი გაერთიანებები, უზარმაზარი ფონდები, ტრილიონი ბრუნვის კომპანიები და მილიარდიანი ბრუნვის ტრანსნაციონალური კომპანიები, მათი მესვეურები, მათი მომხრეები, მათ მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, პარტიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს deep state-ი, მაგრამ ჩვენ როგორც ხედავთ, ამ deep state-ში ყოფილა დაპირისპირება, მეგობრებო, ეს deep state-ი არ არის მონოლითური, ეს არის, ესე იგი, პრაქტიკულად ორი ძალა გამოიყოფა აქ ამ deep state-ში, როგორც ხედავთ, როგორც ესე იგი მსოფლიო ანალიზი, ბევრი სტატიები გვაქვს ამასთან დაკავშირებით საკითხული. აქ არის ის მილიარდელები და ის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც უკიდურეს მემარცხენე ლიბერალურ თასს წარმოადგენს, შეიარაღებული ამ გენდერული ესე იგი თეორიების დამკვიდრებით და მეორე მხარეს წარმოადგენს იგივე deep state-ის მეორე ნაწილი, რომელიც არიან, ჩემო მეგობრებო, ეგრეთ წოდებული კონსერვატორული ნაწილი. ანუ თქვენ იცით ის ლოზუნგი, რომ ესე იგი დაუბრუნოთ ამერიკას თავისი დიდება. Make America great again. ხო, ესე იგი, კვლავ ეს გავაკეთოთ ამერიკისგან დიდი ქვეყანაა. აი ესენი არიან უკვე კონსერვატორები, რომლებიც უფრო ერის, ესე იგი, აღორძინებაზე ფიქრობენ, ოღონდ აი ვინძური და ცუდი მეთოდებით, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ. აი ამ კონსერვატორული deep state-ის წარმომადგენია სწორედ ბატონი ტრამპი და მისი გუნდი, ანუ ნეოკონებს უძახიან, ანუ ნეოკონსერვატორებს. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, საშველი არ არის. ჩვენ ადრეს თქვით წინა გადაცემებში, რომ აი ეს deep state-ი არ არის ცალსახად ერთი რამ, სულ მინიმუმ ორი ბანაკია, ორი ფრთა მილიარდელების და სამხედრო სამრეწველო კომპლექსების, ორგანიზაციების, რომლებიც ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება და აი ამ ჭრეტვაში ვარ ჩვენ მოქცეული პატარა ერები, პატარა ხალხები. ისინი როგორც წესი აი გადავავლოთ მე ჩემი ახალგაზრდებისთვის მინდა ჩვენი მომავალი თაობისთვის რომ დაკვირვებული იყვნენ, უფრო კარგად ჩაუჯდნენ. კარგით წიგნის კითხვა ეზარებათ, ლიტერატურის დამუშავება ეზარებათ, მაგრამ შევიდნენ YouTube-ზე და ნახენ ეს ანალიზები. ყველა ენაზე დევს, ქართულადაც დევს, რუსულადაც დევს, ინგლისურადაც დევს. ესე იგი, აი ეს თემა, აი ეს დაპირისპირება როგორ შედიან ქვეყნებში, ხო? ქვეყნებში შედიან სწორედ აი ახალგაზრდობის მოსყიდვით და შემდეგ არსებული მთავრობის რყევით. აი ირანის დღევანდელი მაგალითი, როგორ არყევენ ირანს, ესე იგი, აი დღეს რაც ხდება, სწორედ ეს არის. აბა ბატონო ვაჟა, რა სიტყვით? Deep state-ი სანამდე გაძლიერდება და რა უყოთ აი ამ მოვლენას, რაც არის პატარა ქვეყნები, ეროვნული ქვეყნები და deep state-ი, რომელიც დღეს ასე ვთქვათ, მისი კაი გამოვლინება, ასეთ ბჭყალებში კარგი გამოვლინება, ყველაზე ნათელი გამოვლინება ამერიკა, რომელიც დღეს არის მსოფლიო ჰეგემონი, როგორ უპირისპირდება ამ პატარა ქვეყნებს და იგივე ახალი წლის ვენესუელური ტყის ზღაპრები. რას გვეტყვით ამის შესახებ? ესაუნდი აუდიტორიას და კიდევ მართავ როგორც დიდ ქართველებს და დიდ სოფლიო მოქალაქეებს. თუმცა ეს მიმართოთ ჩვენ რამდენიმეჯერ გავგიორებ და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვასთან დაკავშირებითაც. იმიტომ რომ შეიძლება აუდიტორიას გაუკვირდეს, რომ რატო ვიხილავ ჩვენ საერთაშორისო საკითხებს საერთაშორისო საკითხების გარეშე დღევანდელ გლობალურ სამყაროში ჩვენი პაწაწინა უსუსური უმწეო ქვეყანაც კი წარმოუდგენელია, რადგან ჩვენს მხრიდან ახლა ჩვენ ვინ ვართ? მართალია 12 წელია რაღაცას ხმაურობთ ამ ეროვნულ სარბიელზე, რაღაცა მოსაზრებას გამოთქვავთ, მაგრამ აი ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ საქართველო არის მსოფლიოს ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო, რჩება და ეს deep state იქნება თუ მსოფლიო ბრძანებელ ძალა, რომელიც ჩვენთვის რა თქმა უნდა უბრალოდ ადამიანებს ეს გაურკვეველი სახის მქონეა, უბრალოდ არის მრისხანე ძალა და მას დღეს ყავს ერთ-ერთი წარმომადგენელი ბატონი დონალდ ტრამპი, რომლის რა თქმა უნდა ძალიან დიდი თავისუფლება ვიყავი მაგალითად პირადად მე პირველი პრეზიდენტობის პერიოდში და როდესაც მისი დაცვის საზოგადოება შეიქმნა, მეც ერთ-ერთი წევრი გავხდით და მახსოვს ძალიან ბევრი ქართველი მოქალაქეც მხარს უჭერდა მის
აი ძირითად ლოზუნგს რითიც მოვიდა ღმერთი სამშობლო ოჯახი. აბა შევხედოთ ახლა მეორე პრეზიდენტობის ვადას. ან ღმერთი სად არის, ან ოჯახური ფასეულობები, ანუ ქრისტიანული ფასეულობები სად არის და ან და თუ შენი სამშობლო გიყვარს და ქრისტიანი ხარ, მართალია ის რაღაც ქრისტიანული მიმდინარეობის წარმომადგენლად აცხადებს თავის თავს, მაგრამ როცა ადამიანს თავის სამშობლო უყვარს, მან იცის რომ იქვე არსებობს სხვისი სამშობლოც და ის ვალდებულია არათუ უნდა თვლიდეს და პატივცემდეს, ანუ ვალდებულია რომ სხვის სამშობლოსაც პატივცემდეს. სამწუხაროდ ბატონი ტრამპის აქტიურობა, რა თქმა უნდა, ის იმ ძალებს გამოხატავს, რომელსაც ემსახურება და ქმნის იმ ძალიან საფრთხეს მქონე გარემოს, რომელიც რა თქმა უნდა მთელ მსოფლიოსაც ხელს უშლის და ჩვენც პატარა ქვეყანასაც. და კიდევ ერთხელ ვაფიქრებს, რომ დიდი მომავლის მქონე დიდი ძლიერი ქვეყნები მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით ჩვენ წინა გადაცემებში ავნიშნეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა მოვიდა ჩვენ ცნობიერებაში, ჩვენს ყოფიერებაში უფალი იესო ქრისტე, ვერცერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვითქო, რომ მან იარა ქრისტიანული პრინციპების მიხედვით. როგორც წარსულში, ასევე დღესაც ისინი პირიქით მოქმედებენ ანტიქრისტიანული პრინციპების მიხედვით. სახელმწიფო დონეზე ხალხ შეიძლება რა თქმა უნდა იქ არის საზოგადოებები, ჩვენ ვერ დავიჩემებთ რომ მარტო ჩვენთან არის წმინდა სასულიერო საზოგადოებები ან რომელიმე წმინდა საზოგადოებრივი საზოგადოებები, მაგრამ იქაც რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ სახელმწიფოებრივი პოლიტიკა რომაული იმპერიიდან მოყოლებული დღემდე არის მხოლოდ და მხოლოდ ანტიქრისტიანული, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს შემიძლია ვთქვა ახლა ეტაპზე, რა თქმა უნდა ეს მასშტაბი მათი ძალიან ფართოა, ძალიან ჩემთვის შემაშფოთებელია, როგორც ერთ-ერთი უმწეო ქვეყნის შვილისათვის და თუ რეგლამენტი მომცემს საშუალებას, მე ცოტა გავაღრმავებდი ამ საკითხს. არის საშუალება? კი, რა თქმა უნდა. კი ბატონო. სხვა დრო გვაქვს უსაზღვროს. უსაზღვროს რა ვთქვათ, მაგრამ ეხლა რაც შეეხება წარსულს და ჩვენ გვიწევდა ჩვენ წინა ჩანაწერებშიც რომ ეს პრობლემა აწუხებდა არა მარტო ჩვენს თაობას და აწუხებს, არამედ ჩვენ წინა თაობასაც და ხშირად მოიხმობთ ხოლმე ერეკლე მეორის მაგალითს, რადგან მე დავამატებდი რომ ერეკლე მეორე ჩემი საზრით გადადგა ძალიან სწორი, მართებული და ჭეშმარიტი ნაბიჯი, რომელთაც გადაარჩინა ქვეყანა. ძალიან გავს ერეკლეს მეორის პერიოდს, მაგრამ მე ვიტყოდი რომ უფრო საშიში მდგომარეობაა, რადგან კაცობრიობა განადგურების სხვა საშუალებებით უფრო წინ წასულია და ჩემი სამშობლოს მტრებიც უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია ვიდრე ერეკლე მეორის პერიოდში. ამიტომ მე მოუწოდებ ჩვენ საზოგადოებებს თუ იმის სკივა სამშობლო, რა თქმა უნდა ბევრს სკივა, მაგრამ საჯაროდ ვინც აფიქსირებს, მე იმაზე ვაკეთებ აქცენტს, რომ ჩვენ ვართ კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში. და ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში საკმაოდ კარგად განვიხილეთ, რადგანაც გვაქვს ყოველთვის ამბიცია, რომ ჩვენ ვართ ძალიან რა თქმა უნდა დიდი კულტურის ქვეყანა, მაგრამ არ ვართ უდიადესი კულტურის ქვეყანა, არ ვართ უდიადესი მისიის მქონე ჩემი განმსახედიდან. და ყოველთვის სანამ ბიზანტია დაეცემოდა, ჩვენ ქონდა ბიზანტიის იმედი, მერე ნადგურდებით 4 საუკუნის განმავლობაში, სანამ რუსეთი გამოჩნდებოდა და შემდგომ დაიწყო ქართველების მეტნაკლებად ეროვნულ სახელმწიფოებრივი სახის ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, მთელი რიგი ხარვეზებით, მთელი რიგი ნაკლოვანებებით, რადგან რუსეთიც მე-19 საუკუნეში იმპერიული ხასიათის იყო, მე-20 საუკუნეში უკვე ის სხვა
საბჭოთა კავშირის სახით იყო წარმოდგენილი გარკვეული ზეწოლები არსებობდა, მაგრამ მე ვთხოვდი ჩვენ საზოგადოებას ახლა მაინც დაფიქრებული იყო და დაფიქრდეს რომ იქ სადაც შევიდა ინგლისი, სადაც შევიდა ამერიკა და დღეს არსებობს და აცხადებს რომ მე ვარ ამერიკა. ის ამერიკა კი არ არის, არის ინდიელთა ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ერთი გვაჩვენონ. ინდიელთა აკადემიები, ინდიელთა უმაღლესი სასწავლებელი, ოპერები, თეატრი, სამხატვრო გალერეები და დემოგრაფიული საზოგადოება, რომელიც ზრუნავს ინდიელებს. ან ამბანი თუ გაუკეთეს ერთხელ მაინც. ხო, ან თუ აი ბატონ გიორგი ვახსენებს, რომ რუსეთმა ძალიან ბევრ ჩამორჩენილ ხალხებს გაუკეთა ამბანით, შეუქმნა სახელმწიფო ინსტიტუტებიც, ავტონომიური ოლქების, რესპუბლიკები ჩამოაყალიბა მთელი თავიანთი სტრუქტურით და უდაბნოში, შუა აზიაში ფაქტიურად ერთი ქალაქი არ არსებობდა და მთელი შუა აზია გააშენა ინდუსტრიალური გახადა სასოფლო მეურნეობაც. ასევე ნაბიჯები გადადგა ვოლგისპირეთში. თათარისთანისა და სხვა იქ არის სხვა ავტონომიური რესპუბლიკები რო არ ჩამოთვალო, ჩემზე კარგად იცით ყველა, იგივე მოხდა ციმბირის ტერიტორიაზე არსებული. რაც უნდა ვაგრედიკოთ ჩვენ რუსეთის ძველი იმპერია ან საბჭოთა კავშირი, ჩემი თხოვნა ცოტა გამოფხიზდეთ და ეს ზედმეტი რაღაც დასავლური იდეოლოგიისაგან ნაცრისფრად შეხედვა სამყაროზე ცოტა რეალობაში ჩამოვიდეთ და დავინახოთ რომ სოფლიო არ მიდის კეთახმებით ქრისტიანული გზით, მიდის დაპირისპირების გზით, მაგრამ დაპირისპირებაში რუსეთის იმპერია არის ანგელოზი ინგლისის იმპერიასთან, საფრანგეთის იმპერიასთან, ესპანეთის იმპერიასთან. რა უქნა ესპანეთმა საერთოდ სამხრეთ ამერიკის და მექსიკის ტერიტორიაზე არსებულ ადგილურ მოსახლეობას? გაიხსენეთ ჩემზე კარგად. რა უქნა პორტუგალიამ ბრაზილიის ტერიტორიაზე მოსახლეობას, რა უქნა ბელგიამ აფრიკაში მოსახლეობას, რა უქნა საფრანგეთმა აფრიკაში არ სად არის იმათი ინსტიტუტები, სახელმწიფოები, კულტურული დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებლები, მათი ამბანები და მთელი რიგი კულტურული, ცივილიზებული მიღწევები, რაც ფაქტიურად რუსეთმა შეუქმნა თავის დაპყრობილ ტერიტორიებს და ძალით შეერთებულ ტერიტორიებს. ანუ ის ქრისტიანული მადლი, რაც რუსეთმა მიიღო, ნამდვილად გამოჩნდა. თუმცა გეთანხმებით, რომ რა თქმა უნდა, მას როგორც იმპერიას ყოველთვის ჰქონდა და აქვს იმისი ამბიცია, რომ ის არის იმპერია, წარმოადგენს სოფლიო სახელმწიფოს, მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ რუსეთი იყო ქრისტიანული იმპერია და არ იყო ისეთი წარმართული და დამანგრეველი იმპერია, როგორც იყო ინგლისი, როგორც იყო სხვა ევროპული, დასავლეთ ევროპული იმპერიები. თუ დღეს არსებული ამერიკული იმპერია. გაიხსენეთ პირველი მსოფლიო ომი, გაიხსენეთ მეორე მსოფლიო ომი, რაზე იბრძვის იქ ამერიკა, რაზე იბრძვის ის დიდი სახელმწიფოები. მათ უნდათ რა, მეტი საჭმელი, მეტი სივრცე გვინდაო, ხო? რომ ერთმანეთს ეწავენ არა სულიერი ამაღლებულობისაკენ, არა უმაღლესი ცივილიზაციისათვის, არამედ ერთმანეთს ხოცავენ, ანადგურებენ და რა თქმა უნდა, ძირითადად აქ წყდება უბრალო მოსახლეობა. წვეტავენ რისთვის ხალხო მატერიალური კეთილდღეობისათვის. მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა. და დღესაც რა უნდა, რასაც ხედავს ამერიკა და რასაც ხედავს ტრამპი. მე მინდა ნავთობი, მინდა გრენლანდია, მინდა კანადა. რატომ მინდა? იმიტომ რომ რაღაც იქ არის სხვა რეალურად პოლიტოლოგები ამას შიფრავენ, რომ იქ არის ძალიან დიდი მატერიალური რესურსები, რომელიც თურმე ამერიკას ჭირდება. ვინ არის ამერიკა და რატო ამერიკა ბოდიშს მოიხდი რა? რომის იმპერია თუ დაექცა, რუსეთის იმპერია დაინგრა და სხვა იმპერიები დაინგრა, ამერიკა იმპერია არ არის. ამერიკას იმპერია, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მაგრამ მის იმპერიულ ამბიციებს, რა თქმა უნდა, წარმოჩენა მოახდინოთ და დავინახოთ, რომ ეს ძალიან საშიშია, თუ ასე გაგრძელდა მთელი მსოფლიოსათვის. და მესამე მსოფლიო ომი საშიში არა მარტო თვითონ ამერიკისთვის და რომელიმე დიდი სახელმწიფოსთვის, არამედ ჩვენაერი პატარა უმწეო სახელმწიფოებისათვის. ეს ძალიან შემაშფოთებელი. ბატონო ვაჟა, იმას დავამატებდი, მსოფლიოში არის ესე იგი 160-მდე ქვეყანა,
და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ამ ქვეყნებში 700 ბაზა. ესე იგი, ერთი ქვეყანაზე პრაქტიკულად 4-5 ბაზა. იაპონიაში 5-მდე თუ 6-მდე ბაზა აქვს. მთლიანობაში თქვათ ეხლა დაკვლევით ვერ წავალ იმპერია ნუ მსგავსი არ ყოფილა არავის რა. მსგავსი არ ყოფილა არავის ქვეყანას 700-მდე სამხედრო ბაზა, ეს მძლავრ ბაზებზეა ლაპარაკი, ეს რაც ოფიციალურად აქვს და რაც არაოფიციალურად არის მიძინებული ჯგუფები და სამხედრო ბუნკერები და რაღაცეები, ამას თვლა არ აქვს საერთოდ. აი ბატონო გიგა, რა სიტყვით თქვენ ამ სახალხო რითი დაგვახარა ტრამპმა და სახალხო ვითარება რითად მოგვილოცა ამერიკამ სოფლიო ხალხებს. გამარჯობათ მეგობრებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა ახალ წელს, ბრავას დაესწრით. და ღმერთ მაგნას რომ ჩვენს პატარა საქართველოში ყოფილიყოს ბედნიერება და ის რისი გულისთვისაც ჩვენი წინაპრები, ჩვენი დიდი ადამიანები იბრძოდნენ და დღევანდელ დღემდე მოგვიყვანეს. რა უნდა ვთქვა ჩემო გიორგი, ეგერ ბატონმა ვაჟამას თქვენს ილაპარაკეთ, ძალიან ბევრი ისეთი საკითხი განეხილეთ, რომელიც დღევანდელ დღეს მართლა აქტუალური გახდა და განსახილველი გახდა. მე დავბრუნდები ისევ ჩემს პატარა საქართველოში. და მე ვიტყვი კიდე ერთ რაღაცას, რომ ჩვენ ქართველებს მე ახლა არც ანალიტიკოსი ვარ, ჩემ თავზე უნდა ვთქვა, რომ არა ვარ შეიძლება ესე დიდი ექსპერტი, მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ხედავს რა არის კარგი და რა არის ცუდი. და ამის მე ანალიზით ჩემს პატარა რაღაცა აზრებს გამოვთქვა ხოლმე. მაგრამ ნუ რა ვიცი, ეს თქვენ როგორც მოგეწონებათ ჩემო კარგო ხალხო, ეს თქვენ გაანალიზეთ. მე უბრალოდ ვამბობ იმას, რაც ხდება დღევანდელ დღეს. ნუ ახალი წელი ყველამ ჩვენთაგანმა პირველში აღნიშნეთ. და ახალი წლის მერე მოხდა ის, რაც მოხდა ის, რომ ყველა ჩვენთაგანმა დავინახეთ, რომ ლაპარაკობდით რა იყო დემოკრატია, რა იყო კარგი მაგალითად ევროპაში, რა იყო კარგი ამერიკაში და ჩვენ ბევრი ადამიანები ამას ვიცოდით რაც იყო დემოკრატია, ვიცოდით ამის უკან რაც იყო. და ყველა ჩვენთაგანი ამას ხვდებოდა, ბევრი ჩვენთაგანი, მაგრამ ადამიანები რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, მე მგონი დღეს უნდა დაენახათ, რომ ხდება ის, რომ ძალა აღმართ ხნავს, რო იტყვიან. ძლიერი ამა ქვეყნისა, ანუ ძლიერი სახელმწიფოები პირდაპირ უკვე ლაპარაკობენ იმას, რომ იცით რა, მე რაც მაწყობს, მე ეს უნდა გავაკეთო. მე რაც მინდა, მე ეს უნდა გავაკეთო. და თანაც ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის საერთაშორისო კანონები, რომელიც აი ამდენი წლის განმავლობაში, შეიძლება რაღაცა შირმად რო ვიტყვიან, შირმად იყო, რომ აი წინ ქონდა ბევრ საფარებული. ის საერთაშორისო სასამართლოები, რომ დღესდღეობით ეხლა რომ მოიშველიებენ აი სტრასბურგის სასამართლოში, აი ეს ადამიანის უფლებები დაირღვა. რომ სახელმწიფოს მაგალითად ვიღაცამ უკრაინამ მაგალითად უნდა უჩივლოს რუსეთს, რომ აი მან დაარღვია ადამიანის უფლებები, სახელმწიფოს უფლებები და ბოლოს ირკვევა, რომ თურმე აღარც ესეთი სასამართლო არ არსებობს. იმიტომ რომ სახელმწიფოები, რომლებიც ამ სასამართლოს უნდა გვერდით ედგენ, თავისი დემოკრატიით, თავისი ზუსტადი ღირებულებებით, რასაც ადამიანის ღირებულებები ქვია, თურმე ეს სახელმწიფო პირდაპირ აცხადებს და ამბობს, რომ იცით რა, მე მინდა მაგალითად დიდი რაოდენობით ღირებული ნავთობი არის მაგალითად ვენესუელაში, რომელიც ჩემი იყო თავის დროზე უბრალოდ ეხლა არა მაგდა, რომ დაიპყრო ეს ვენესუელა, დაპყრობი ჯერ არ დაუყრია, მაგრამ მოითხოვა, რომ 50 მილიონი ბარელი ნავთობი უნდა დაუბრუნოს ვენესუელა. გრენლანდიაზე ზუსტად იგივე ხდება, რომ მე სტრატეგიულად მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი ტერიტორია. კაცი ამას პირდაპირ გვეუბნება. და ის ადამიანი გვეუბნება, რომელიც დემოკრატიის შუქურას, ჩვენ როგორც ვფიქრობთ, თურმე ამერიკა რო იყო, დემოკრატიის შუქურას პრეზიდენტია. არ ვიცი, ადამიანებმა მე მგონი ეს უნდა დავინახოთ და უნდა გავაანალიზოთ და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ ეს ჩვენი ქვეყანა სადეთკენ უნდა წავიყვანოთ. როგორ უნდა წავიყვანოთ? და რომ ერთი რაღაცა დავიმახსოვროთ, რომ მართლა არავის იმედი არ უნდა გქონდეს ჩვენი თავის გარდა და უფლის გარდა. ამას მე მგონი უნდა მივხვდეთ. არასოდეს ასეთ სიტუაციაში მსოფლიო მაგალითად მე მგონია რომ არ ყოფილა. დღეს არის საშინლად დაძაბული სიტუაცია. ყველგან ჩვენს ირგვლივ სადაც კი გავიხედებით, ყველგან ომია, ყველგან შფოთია. დღეს ახლა
ირანში ხდება ძალიან ცუდი ამბავი. მიდის ხალხის პირდაპირი ჟლეტა და ხოცვა. მაგრამ ერთი რაღაცა დაგვავიზდა ყველა ჩვენთაგანს. ჩვენი ქართველები ეხლა დარბიან და ირანს უჭერენ მხარს, რომ იქ დიქტატორული რეჟიმი დაემხობა და ის დიქტატორული რეჟიმი რომ იქ დაემხობა, ეს მერე გადმოვა ჩვენთან და ჩვენს დიქტატორულ რეჟიმს დავამხობთ. და არც ერთი ჩვენთაგანი იმაზე არ ლაპარაკობს და არ ფიქრობს, რომ ის ირანში რაც ხდება, ეს გუშინ და გუშინ წინ არ მომხდარა მარტო. ისტორიას, ირანის ისტორიას თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ იქ ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში. მართველები იქ ერთმანეთს კლავდნენ, შაჰაბაზი იქნებოდა თუ ჯალალედინი იქნებოდა. ჯალალედინის ყველამ კარგად ვიცი, თავი შეთქმულების დროს მოკლეს, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი ბოლოს რომელიც იყო. იგივე შაჰაბაზი, რომელიც შეთქმულების თავისი შვილი მოკლა. იმიტომ რომ შეეშინდა მის შვილს ძალაუფლება ხელში არ აექთო. და ესე მთელი დინასტიები ერთმანეთს ანადგურებდნენ. ეს ხდება დღესაც. იქ, მაგრამ ის ერთი რაღაც არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი, რასაც საქართველოზე ფიქრობდნენ, გუშინ წინ და იმის წინ დღეს იმათი ფიქრი არ შეცვლილა. ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველა საქართველოს უყურებს როგორც თავის ტერიტორიას. აი ეს უნდა დავიმახსოვროთ, ხალხო და ჩვენს თავს უნდა მივხედოთ. სხვაზე კი არ უნდა ვიფიქროთ და სხვა გვიშველისო იმას კი არ უნდა უყურებდეთ. ჩვენ თავს უნდა მივხედოთ. თორე არ არსებობს ქვეყანა, რომელიც შესულა სადმე და იქ დემოკრატია დაუყარებია, ხო? აგერ ამერიკაზე ვილაპარაკოთ თუ გინდა. შევიდა ავღანეთში, ხო? დემოკრატია დამყარდა, არ დამყარდა. შევიდა ერაყში, შევიდა ლიბიაში. და აგერ მე არ დამავიწყდება ეს ჩანაწერიც არის, მაშინ ამერიკის სახელმწიფო მდივანი იყო, როცა ეს ომი დაიწყო. ერთ-ერთი ჟურნალისტი ეკითხება უკვე თვითონაც ვეღარ მალავდნენ, რომ 500,000 ბავშვი დაიღუპავა ამერიკაშიო, ისა ერაყშიო. 500,000 ბავშვი, მე ახლა რაც იფს ვლაპარაკობ, წარმოიდგინეთ რა და ღირდაო ამერიკისთვისო, აი ამხელა ზარალიო იმ ხალხისო. და გამოვიდა ეს ქალბატონი და ბრძანა, რომ კიო გვიღირდაო ჩვენო, რომ ეს ბავშვებიო შეწირულიყვნენო. ეს არის პირდაპირ ინტერნეტში რო შეხვიდეთ, ეს პირდაპირ არის დადებული. ამას ვერ მალავდნენ და ახლა ჩვენ რაზე უნდა ვილაპარაკოთ ხალხო? რა დემოკრატიაზე უნდა ვილაპარაკოთ? ვისი იმედი უნდა გქონდეს, ხო? ვისი ჩვენი თავის იმედი პირველ რიგში. და ჩვენ რა ვშვებით? ჩვენ ერთმანეთს ვექცევით სუდად, კარგი სიტყვით რო ვთქვა, ერთმანეთს ვექიშპებით, ერთმანეთს ვლანძღავთ. საშინელ კორუფციაში არის მთავრობა ჩართული, აგერ დღეს ახლა გაიგო რომ თურმე ღარიბაშვილი დაუჭერიათ. საშინელ კორუფციაში და 13 წელიწადი თურმე ამ ადამიანს ჩვენ ვაღმერთებდით და მოხდა ისეთი რაღაცა, რომ თურმე ეს ადამიანი ყოფილა ცუდი კაცი. ცუდი ადამიანი, რომელიც კორუფციაში იყო ჩართული და აი ესე მერე ამდენი ადამიანი, რომელიც მის გვერდით ყოფილა, სულ ყველა კორუფციაში ყოფილა ჩართული. ეს ძალიან ცუდია. ესე იგი ჩვენ შენების მაგივრად თურმე უკან მივდიოდით რა. ჩვენ რო იმედი გქონდა რომ თურმე რაღაცა კარგი გვექნებოდა ცხოვრებაში. ამის იმედი ნელა-ნელა გვერთმევა. ამიტომ ჩემო ადამიანებო, ჩემო მეგობრებო, საჭირო არის ჩვენი ერთად დადგომა იმ ადამიანების, რომლებსაც მართლა არ გვაქვს ხელი, არც კორუფციაში ჩართული, არაფერში და მეტ-ნაკლებად ჩვენი ქვეყნისთვის კარგ საქმეს ვაკეთებთ. მაგრამ ჩვენი მინუსი ის არის, რომ ყველას გვაქვს ამბიცია, ყველას გვაქვს მე მრავლობით ვილაპარაკობ, იმიტომ რომ ესეთები ვართ უმრავლესობა, კაცებიც, ქალებიც საქართველოში. გვაქვს ამბიცია, ამპარტავნობა, რომ ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ, ყველაზე მაგრები ვართ, ამიტომ და თუ ვიღაცას გინდათ რაღაცა, ვიღაცას გაერთიანება გინდათ, ყველა უნდა მოხვიდეთ ჩემთან. არ შეიძლება ესე რა. მე ახლა დღესაც ვამბობ აი ამ ეთერიდან პირდაპირ ვეუბნები სულ ყველა იმ პატარა ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც მართლა პატრიოტული ძალები არიან, სათითაოდ სულ ყველას მე პატივს ვცემ, სათითაოდ სულ ყველას მე ძალიან ვაფასებ. მოდით რა ერთმანეთთან მივიდეთ. ერთმანეთს დაველაპარაკოთ, იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. შეიძლება ერთი იყოს ბევრად უფრო ძლიერი, მეორე იყოს ბევრად უფრო ნაკლებად ძლიერი, მაგრამ ყველა კარგად ხედავთ, ხო? 40% მიდის არჩევნებზე, 60% ზის სახში. და ვლაპარაკობთ, რომ იმ 40%-დან ჩვენ ავიღეთ ამდენი პროცენტი, კარგი, ესე იგი სხვა ჯობი ვარ, ბიჭო, 60% რომ არ გვიჭერს მხარს. ესე იგი გამოდის, რომ იმ ხალხს სხვა რაღაცის დანახვა უნდა.
ის არც თავრობას აძლევს, არც ვითომ ოპოზიციას და არც ჩვენ ხალხს, რომლებიც ვითომ ვიძახით, რომ ჩვენ ვართ პატრიოტები, მაგრამ ჩვენ გვერდით არ დგებიან, იმიტომ რომ ჩვენში რაღაცას ხედავენ. ისეც, რომელიც არ უნდათ რომ დაინახონ. მოდი რა დავანახოთ. გავერთიანდეთ, ერთმანეთთან მივიდეთ, ერთმანეთს დაველაპარაკოთ. ეს ქვეყანა, ეს სამშობლო არის ჩვენი, ერთადერთია. სამშობლო გაგვაჩნია, სხვა არ გაგვაჩნია. ჩვენი შვილები აქ უნდა ცხოვრობდნენ, ქართველებად. ეს დავიმახსოვროთ, მოდით და ხალხო, ერთმანეთის გვერდით დავდგეთ. თორე რაც ხდება აგენ სოფლიოში, ყველა კარგად ხედავთ. აი ეს მინდოდა უბრალოდ მე თქვა, ძალიან ბევრი რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ უბრალოდ რეგლამენტი არ გვაძლევს საშუალებას და ეს არის ჯერჯერობით ამას ვიტყვი. მადლობა ბატონებო, ბატონი ვაჟა, ბატონ გიგა. ნამდვილად ჩვენ ყველა ქართველს გვინდა რა, რომ ჩვენი შვილები კარგად იყვნენ და ჩვენი შვილები ცხოვრობდნენ მდიდარ და ისეთ სახელმწიფოში, ღირსეულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის ღირსება არის დაცული, შენარჩუნებული და სადაც ყველა ბედნიერად ცხოვრობს და უხარია ცხოვრება იმ ქვეყანაში და აი ძალიან მშურს მე ფინეთი რატო უნდა იყოს ესე ქვეყანა რომელიც აბსოლუტურად ცას რო ახედავ მზეს ვერ ხედავენ პრაქტიკულად სულ ბნელა და სულ ღამეა რა ერთი თვე აქვთ ზაფხული გაზაფხული და ზაფხული ერთმანეთზე გადამფულია და ერთი თვე აქვთ პრაქტიკულად ფინელებს რომ მზე დაინახონ და დანარჩენი ამინდები არის ძალიან დეპრესიული მძიმე სოფლის მეურნეობის პირობები უმძიმესი, მაგრამ ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა შექმნეს და ბედნიერების ინდექსით ფინელები სოფლიო ქვეყნების ათეულში შედიან. აი YouTube-ზე ძალიან ბევრი მასალა და სულაც არ არის საჭირო რომ ჩახვინდე ფინეთში და 50 წელი იცხოვრო იქ რომ რაღაცა გამოიტანო იქიდან დასკვნები, იმიტომ რომ ყველა პლასტის, ესე იგი ყველა წარმომადგენლის, არ ვიცი, ორგანიზაციების გამოძახილები, ადამიანების გამოძახილები, უამრავი ინტერვიუები დევს, უამრავი სტატისტიკური გამოკითხვა დევს ფინეთზე და ფინეთი ესე იგი შედის ათეულ ქვეყანათა რიცხვში ბედნიერების ინდექსით, სადაც ადამიანი წერს, იქ პუნქტებია ჩამოწერილი, როგორ დგება ეს გამოკითხვა, სტატისტიკური გამოკითხვა და თითქმის ყველა თემაში წერენ მოქალაქეები, რომ აი ბედნიერი ვარ, ამიტომ და ამიტომ, რომ სოციალური დაცვაა კარგი, რომ განათლების სისტემაა კარგი, დაზღვევაა ჯანმრთელობის კარგი და ასე შემდეგ რა, რომ პრაქტიკულად პრობლემა არ აქვს, ბედნიერები ვართ რა და ნამდვილად მშურს მე ამ ქვეყნის. და რამდენი რამე არის გადმოსაღები, კარგი მეგობრებო, რომ აი ჩვენი მთავრობა დაინტერესდეს, თუ ჩვენი არა იმ მთავრობას, რომელსაც მომავალში ავიჩევთ, ეროვნულ მთავრობას, რომ დაინტერესდეს პოლიტიკური მოწყობა როგორია, ეკონომიკური მოწყობა როგორია, ფინეთმა რა ესე იგი რეფორმები ჩაატარა. ფინეთს თავი გავანებოთ მეგობრებო და ყველაზე საშიშროება ის არის რომ დღემდე უნდათ საქართველოს ჩათრევა ომში და მე ძალიან მეშინია რომ ჩვენი ახალგაზრდობა ისე არ დაგვივერბოვკონ, ისე არ მოგტაცონ რომ აი ჩვენი ახალგაზრდობის ხელით გააკეთონ ეს სატანური საქმე. მე ძალიან მაშინებს სწორედ ის მოლოტოვის კოქტეილები, სწორედ ის ამოტრიალებული პოლიციის მანქანები, რომელსაც ჩვენმა ახალგაზრდობამ ცეცხლი წაუკიდა, სწორედ ის შუშხუნები, შაშხანები, დინამიტები, რომელიც ესე იგი უზღვავი დროით, ესე იგი და რაოდენობით გამოიყენეს, ესე იგი რუსთაველზე, მე ძალიან მინდა სწორედ ჩვენი გადაცემა ემსახურებოდეს იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდობის შეგნება, ეროვნული შეგნება და მოქალაქეობრივი შეგნება ამაღლდეს. აი ჩვენი ახალგაზრდების მიმართ მაგა ესეთი პატარა პარალელი მინდა გავავლო, რომ მათ ესე იგი რაღაცა ანალიზი გააკეთონ, რა მოხდა აი ამ ახალ წლებში. თავი გავანებოთ მადურას ესე იგი ტერორისტული გზებით აყვანას და მოტაცებას, ეს უკვე ალბათ ბევრი მიხვდა რომ ეს იყო საშინელი აქტი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ვენესუელის, აი სულ ბოლოს აი ირანის რყევა, სახელმწიფო აპარატის რყევა. მე ამაზე მინდა გავაკეთო ჩვენი ახალგაზრდობის აქცენტი და ძველგაზრდობისაც. გასაგებია ყველა ვეთანხმებით იმას, რომ ირანში ხალხი გამოდის სამართლიანად. ნამდვილად გამწარებული იყო ხალხი იმ რეჟიმის ძალიან ცუდი საქციელითა და მოქმედებით. აქ უნდა ჩვენ ესე იგი გავიაზროთ ის, რომ თვითონ ამერიკის მიერ და დასავლური
ქვეყნების მიერ ირანის საშინელ ბლოკადაში იყო, არნახულ ბლოკადაში ბოლო 20 წელია მოქცეული და მათაც კარგი წვლილი მიუძღვით აი ეს მათი აი ამ ეკონომიკური პირობების დამძიმების მხრივ ახალგაზრდობას ესეც უნდა გაეთვალისწინებინა, მაგრამ რა ხდება? ხდება ის, რომ დღეს შლიან ირანს, ეს ირანი აუცილებლად დაიშლება გარედან ზემოქმედებით, შიგნიდან ესე იგი ახალგაზრდობის მღელვარების გამოყენებით, მაგრამ ამ დაშლის შემდეგ რა მოხდება, მეგობრებო, ვინ დაეპატრონება ამ ქვეყანას? ირანის ახალგაზრდობა? მე რაღაც ძალიან ეჭვმეპარება. მაშინ ვინ? აი ეს ძალები, ის გლობალისტური deep state, მსოფლიო deep state, ამის უკვე გეგმაც არის, როგორ უნდა დაიყოს ირანი, როგორ უნდა დაიშალოს. იქ არიან პუშტუნები ძალიან დიდი რაოდენობით, პუშტუნების სახელმწიფო უკვე რუხაზე მოხაზული ყავთ, ირანის ხარჯზე, რომელიც უნდა შეიქმნას. აზერბაიჯანული სახელმწიფოს გაკეთება უნდათ, იმიტომ რომ 35 მილიონი აზერბაიჯანი არსებობს. კიდევ ქურთების დიდი სახელმწიფო შექმნა უნდათ და სომხებსაც რაღაცა მიწას არგუნებენ თუ სომხები ჩაერთებიან ირანის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესე იგი, ვის რჩება საბოლოო ჯამში ირანის რესურსები და ირანის სიმდიდრე? რა თქმა უნდა, აი ამ გარე ძალებს, ამ სწორედ deep states რჩება. ახალგაზრდობას გამოიყენებენ ამ ომში, რა თქმა უნდა, აბა ვის გამოიყენებენ? საზარბაზნე ხორცად. დღეს ვინ იხოცება სპარსელების, სპარსელი ახალგაზრდობის უკვე მე მგონია 10% განადგურებული აი ამ შეხლა შემოხლაში. და ესე იგი რა, სპარსეთის ახალგაზრდობა იბრძვის და საბოლოო ჯამში ვინ ეპატრონება ირანს? აი ეს დიდი ტრანსნაციონალური კომპანიები. აი ეს მე მინდა ჩვენმა ახალგაზრდობამაც გაიგოს, რომ როგორ იყენებენ ახალგაზრდობას საბოლოო ჯამში. მაშინ რა არის გამოსავალი? ყოველგვარი რევოლუცია, ჩემო ახალგაზრდობო, გეტყვით, არის ბოროტისგან, ყოველგვარი რევოლუცია ძალადობრივი ესე გზით მთავრობის დამხობა არის ბოროტისგან, ეშმაკისგან. პირველი რევოლუციონერი იყო სწორედ სატანა. მაშინ რა გზა რჩება? გასაგებია, ცუდი პირობები იყო, დამძიმებული პირობები ირანში. რჩება ერთადერთი გზა, ყველაზე ჭკვიანური გზა, ყველაზე ნაყოფის მომტანი გზა, ეს არის ევოლუციური გზით განვითარება ქვეყნის. გიგენაცვალე იყოს აქციები, იყოს მიტინგები, იყოს გაფიცვები, იყოს არჩევნებში მონაწილეობა და ის ხომეინი რაღაცნაირად დათმობდა, შეიძლება დიალოგზე წამოსულიყო, ხო? და ის რომ ამ ქვეყანას დაშლიან, არც მეზობელი ქვეყნებისთვის არის ეს სახარბიელო, რამდენი მიგრანტი მოგვაწყდება ჩვენ. რა უხარიათ ამ ქართველ ლიბერალებს ირანის დაშლა დაქცევა 100 მილიონი კაცი რომ გადმოლახავს საზღვრებს და წალეკავს სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. ამაზე თავის დროზე ჟირინოვსკის ამბობდა, რომ ესე იგი ჩვენ თუ რაღაცა ჯებირები არ გავაკეთეთო ჩრდილოეთ კავკასიასაც გადაკელავენო რა. და ეს რა მოხდება უბრალოდ ამაზე, როგორც ჩვენ შევეწირევით ისე. აი მე მიკვირს ამ ქართველ ლიბერალებს რა უხარიათ ამისი. და ერთადერთი გამოსავალი, აი ბატონ გიგამაც რომ თქვა, სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარება არა რევოლუციური გზით, არა მოლოტოვის კოქტეილების სროლის გზით და რუსთაველზე პოლიციის მანქანების დაწვისა და ამოყირების გზით, არამედ ევოლუციური გზით. არჩევნებზე მონაწილეობით, კიდევ უფრო მოვინდომოთ არჩევნებზე. გიგენაცვალე ერთობის გზა, აი სწორედ ერთობის გზა ბატონ გიგამ ბატონაჯან ამდენჯერ თქვა, რომ ეროვნული ძალები უნდა გაერთიანდნენ, ახალგაზრდობა ეროვნულ ძალებთან უნდა გაერთიანდეს, მთავრობაც მათ უნდა გაუხსნას ეროვნულ ძალებს ფართოდ გზა, ნამდვილ ეროვნულ ძალებზე, აი წმინდა ეროვნულ ძალებზე და მოძრაობებზე ლაპარაკი. გაუხსნას გზა პარლამენტში, ესე იგი პარტიებს, ეროვნულ პარტიებს, ქართულ არასამთავრობებს და ეს ქუჩური ვაქხანალია განიმუხტოს და დარბაზებში გადავიდეს. აი ჩვენ გვაქვს მაგალითად ძალიან დიდი თხოვნა მაქვს სწორედ ბატონ დავითს, ქალბატონ ირმას ადრეც ხაკიდანაც შეუთვლით, რომ გავაკეთოთ დარბაზობა, რომ ქართული არასამთავრობები, ქართული პარტიები ახალგაზრდობასთან ერთად იყოს ორ კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ შეხვედრის მუდმივი საათი, ასე ვთქვათ, დავთქვათ და ყველანი ამ დარბაზში შევიკრიბოთ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე წავიდეს მშვიდობიანი ლაპარაკი, საუბარი ქვეყნის აღორძინებაზე, რომ საჭიროა მთავრობასთან დიალოგი, მივიდეთ რაღაცა პეტიციით, რაღაცა თხოვნით, რაღაცა რეფორმების პაკეტით. აი ეს არ არის ამოწურული.
ეს არ არის ამოწურული. იმიტომ რომ ასეთი გზით თუ არ წავედით, სწორედ ეს deep state-ი გამოიყენებს ამას თავის სასარგებლოდ და ძალიან დიდი შიში მაქვს მე როგორც მოქალაქის, რომ ამ deep state-მა და ამ სოროსისტურმა ორგანიზაციებმა, ჩემო ძმებო, მეგობრებო, ძმებო და დებო, რომ არ გამოიყენოს ეს მომენტი და არ ჩაყაროს ეს ჩვენი ახალგაზრდები, ტვინარეული ახალგაზრდობა თქვათ იგივე იმ ავტობუსებში, რასაც აკეთებდა, დაათროს და ალევინოს თუ დააბოლოს და მიიყვანოს სამაჩაბლოში და იქ 1-2 თოფი ისროლონ, ან შაშხანა ისროლონ და მოხდეს საშინელი ისევ დაპირისპირება უკონტროლო სიტუაცია. ამის გაკეთება ადვილად შეუძლიათ. და ალბათ ამაზე ფიქრობენ და მუშაობენ კიდევაც და შემოვიდეს რუსის ტანკები და გაგვირთოს და გაგვაუბედუროს აქ. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, მეგობრებო, ჩემი დიდი თხოვნაა, რომ ეროვნული ძალები ერთად გაერთიანდეს, მოხდეს ერთობა, კოორდინაცია, აგერ დარბაზობა გავაკეთოთ, ჩვენიერი ოფისი აქ პატრიოტთა ალიანსს დავჯდეთ, ვისაუბროთ, დავპატიჟოთ ეროვნულ ძალებს, დავპატიჟოთ მთავრობის წარმომადგენლები, დავპატიჟოთ იგივე ესე იგი ქართული ოცნების პარტიის ლიდერები, დავჯდეთ და უკეთესი სამშობლოსათვის რაც არის ის მოიფიქროთ და გადავწყვიტოთ. ჩემო მეგობრებო, ბატონო მაჟი, აი ცოტაღა დაგვრჩა, თქვენ რაღაც იტყოდით, აბა რეზიუმეს რაც გავაკეთებთ, აი ერთობა გვინდა თუ არ გვინდა ბოლო-ბოლო ეს სანუკვარი ერთობა. რა თქმა უნდა, გვინდა გიორგი ბატონო, მაგრამ მე პატარა იმას ჩანართს გავაკეთებდი. მე-19 საუკუნეშიც კი, როცა რუსეთის იმპერია ცდილობდა, რომ ქართული ინტელიგენცია არ გაერთიანებულიყო, 1832 წელს რომ შეთქმულება იყო, სამი პროექტი ჰქონდა ქვეყნის განვითარების ქართულ არისტოკრატიას. აჩვენეთ დღეს საზოგადოებები, რომელიც ფიქრობენ ქვეყნის მომავალზე, საზოგადოებები, არა მთავრობა, არამედ საზოგადოებები, ეროვნული საზოგადოებები, რომელსაც აქვთ პროექტი. იქ იყო ასეთ სამი პროექტი: რესპუბლიკური საქართველო, მონარქიული საქართველო და რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ავტონომიური საქართველო. სად არის ეს პროექტები? ანუ გუნდა განსაზღვროთ, მაგრამ ვინ უნდა განსაზღვროს ხალხს? არ აქვს სურვილი ჩაერთონ საკუთარი ქვეყნის შენებლობაში. შეიძლება არის ეს პროექტები, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის პროგრამების სახით, აი პარტიებს აქვთ დაწერილი პროგრამები, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თვითონ პარტიებმა, ჩვენმა ქართულმა ეროვნულმა პარტიებმა უფრო მეტი პოპულარიზაცია უნდა გააკეთონ თავიანთი საარჩევნო პროგრამების. ეს პროგრამა არ არის, რომ მარტო არჩევნების წინ რო შევფუძყუნდებით და მაშინ განვიხილავთ, მაშინ ჩამოვიღებთ, ესე იგი თაროდან და მტვერს გადავწმინდავთ და მაშინ ვლაპარაკობთ ამაზე. პარტიამ მე ვფიქრობ, რომ სულ მუდამ უნდა თავის პროგრამაზე ილაპარაკოს. ერის აღორძინების ყველა პარტიას აქვს და ეს ამის დეფიციტია. բայց მაგას ვამბობ, ბატონო გიორგი, რომ არავინ არ აქტიურობს. რატომღაც გვინდა რომ ეს ჩვენი სამოთხე ქვეყანა თვითონ აშენდეს. ან სხვამა აგვიშენონ და მე რომ ჩვენ დაგვიტოვონ. ჩვენ არავინ არ დაგვიტოვებს, არც აქამდე გვიტოვებდა წაგვართვეს ჩვენი ქვეყნის თითქმის 70% მიტაცებული აქვს ჩვენ მეზობლებს და ასევე გრძელდება ეს პროცესი. ბატონ გიგა, ერთი წუთი დაგვრჩა, აბა თქვენ ასე თქვით რეზიუმე. ერთი წუთი რა დაგვრჩა, ჩემო კარგო ადამიანებო და ერთი არის რომ კიდე ერჯერ ვიტყვი იმას, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი იმედი. ჩვენ ქართველებმა უნდა გავიგოთ რა არის ღირსება. ამაზე მე ერჯერ არ მithქვია და სულ ამაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ღირსებით არის შეპყრობილი, რომელიც თავის ღირსებას უფრთხილდება, ის ადამიანი ცუდ საქმეს არ გააკეთებს. ერთი რაღაცა არის, ხო, ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ ამდენი მოწამე გვყავდა, 100,000 მოწამე გვყავდა. როგორ ადამიანებმა როგორ გააკეთეს, წარმოდგენილი გაქვთ თქვენ, რისი გულისთვის იყვნენ ადამიანები და რისი გულისთვის იბრძოდნენ. მათ არ გადაუარეს იმ ჯვრებს, იმ სიწმინდეებს, რომელთვის მათთვის იყო ცხოვრების ღირსების ყველაზე დიდი ადგილი, რომელიც მათ გულში ეწირა ცხოვრებისთვის და ღირსებისთვის. ზუსტად იმათმა არ გადაუარეს და ერჩინათ, რომ ღირსეულად მომკვდარიყვნენ. ადამიანი ქართველი უნდა ყოფილიყო, ან ღირსეულად უნდა ეცოცხლა, ღირსეულად სიკვდილისთვის უნდა გამზადებულიყო და ღირსეულად შეეწირენ, იმიტომ არიან წმინდანები. ჩვენ ღირსება უნდა დავიბრუნოთ და უნდა მივხვდეთ რა არის ღირსება, არა ის ფემინური კანონები მაგალითად, რომელიც ჩვენ ლაპარაკობთ. არამედ ის უბედურება, რასაც ჩემი თავი მე მეკუთვნის, არამედ ღირსება. აი ამას უნდა ჩავწვდეთ, ეს არის მთავარი და ეს თუ ჩვენ მოვახერხებთ როგორმე და ვეცადებით აუცილებლად ეს რო გავაკეთოთ, მაშინ ჩვენ ქვეყანას ეშველება. აი ეს თქვენ გაიხარით, მეგობრებო.
გაიხარეთ, ძალიან მიყვარხართ ჩემო ქართველებო. მე მაინც ფიქრობ, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა და გვექნება იმის ძალა, რომ ჩვენ იგივე ჩვენი შვილებია მთავრობაში, ჩვენი შვილებია იმ ლიბერალურ პარტიებშიც, ხო? იქაც არიან დიდი მამული შვილები, მე დარწმუნებული ვარ, 30-მდე პარტია კი მართალია რაღაცებზე ხელი მოაწერეს, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ იქაც არიან მამული შვილები. ჩვენ ქართულ ორგანიზაციებში, ქართულ პარტიებში, არასამთავრობოებში, ჩვენ მწერლობაში, ჩვენ მხატვრობაში, ჩვენ ესე იგი საზოგადოებაში და ჩვენ ყველას გვექნება ძალა იმისა, რომ ერთობით დავიდეთ და საქართველოს ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის, უკეთ ცხოვრებისთვის, ჩვენი ხალხის გამდიდრებისთვის, სულიერად და მატერიალურად გამდიდრებისთვის ერთად ვიღვაწოთ. მრავალს დაესწარით, მრავალშობას გილოცავთ, ჩვენ ოპტიმისტები ვართ და ეს ასე იქნება, დარწმუნებული ვარ. ამინ.